ქუთაისის ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე მაკდონალდსის მშენებლობა გოგი წულაიამ გააპროტესტა. პარტია თავისუფალი საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში კვების ობიექტის მშენებლობა მიუღებელია. წულაიას განმარტებით მაკდონალდსმა ერთხელ უკვე არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ამ შემთხვევაშიც იგივეა მოსალოდნელი. წულაიას თქმით, მაკდონალდსი მეორედაც გადააგდებს ქუთაისის ხელისუფლებას. მისი განმარტებით, რუა ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ფოკუსირდეს, რაც უადგილო ადგილებში კვების ობიექტების მშენებლობით შეუძლებელია. მაკდონალდსის შენობა კარგად მოგეხსენებათ, არსებობს ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც იყო ხელშეკრულება მერიასა და მათ შორის გაფორმებული, რომ 1.700.000 დახარჯავდნენ ინვესტიციებს, მინი პარკს გააკეთებდნენ, საბავშვო ცენტრს გააკეთებდნენ, კონტროლის აუდიტის დასკვნით და 20.000 ლარს გადაუხდიდნენ მერიას უსაკაროების სახლების მშენებლობისათვის. აუდიტის დასკვნა მაქვს ხელში დაკავებული, სადაც არაფერი პირობა არ შესრულებულა. ესე იგი მაკდონალდსმა ერთხელ უკვე გადააგდო ქუთაისლები და ქუთაის მერია არ შეასრულა თავის ვალდებულებები. ახლა მეორეჯერ გვიბირებენ გადაგდებას, მეორეჯერ გვიბირებენ სიმაღიჯის აშენებას. წულაიასთან ერთად მშენებლობა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა სულხან ქობულაძემაც გააპროტესტა. მის თქმით, მაკდონალდსი უკანონოდ შენდება. სულხან ქობულაძემ მხარდაჭერისათვის ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს მოუწოდა. მე ვერ ვილაპარაკებ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, მე პირობას ვდებ ქუთაისლების წინაშე, რომ ეს მშენებლობა, რომელიც უკანონო მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, აქ ვერ შედგება. მე პირობა ვდებ, რომ მე თვითონ ჩემი ხელით ცოტა ხანში დაველოდები ხელისუფლების რეაქციას და ჩემი ხელით მოვჭრე ამ უკანონო ბოძებს. აქ მშენებლობა არის, უკვე ეს მე რა ქვია არის. და სად არის ქალაქის მერი და სად არის ის ქუთაისლები? მე მინდა საპატიო ქუთაისლებს, რომლებიც მარტო ტიტულები აქვს, მიკრული, ხმა ამოიღეთ ხალხო, როდემდე უნდა გვაჭდეს ეს სკურბელები თავზე. მაკდონალდსის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნასა და სხვა ადგილზე გადატანის საკითხს ქუთაისის მერიაში გამოეხმაურნენ. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, ადგილი მხოლოდ შემოღობილია და ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს. ამის მიზეზი კულტურის სამინისტროსთან პროექტის შეთანხმების აუცილებლობაა. ხოლო რაც შეეხება ადგილზე მაკდონალდსის მშენებლობა არ მშენებლობის საკითხს, ამას თავად შეპესე გადაწყვეტს. ჯერჯერობით არაფერი არ არის გაცემული, თუმცა შემოტანილია ჩვენთან პროექტი განსახილველად, მიდის ადმინისტრაციული წარმოება. ამ წუთის მდგომარეობით შემიძლია ერთი რამე გითხრათ, რომ გადაგზავნილი არის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, იმიტომ რომ დაცვის ზონაში არის და მის შენიშვნებს გავითვალისწინოთ შემდგომში. ჩვენი შენიშვნები გვაქვს და ისიც ნათქვამი გვაქვს უკვე თვითონ დამკვეთო. ახლა რაც მინდარებს, ეს არის შემოღობვითი ნაწილი, რასაც ქვია მათი ტერიტორია უკვე. თვითონ მაკდონალდსმა შეისყიდა მაგ მიწა და თავისთავად ცხადია, რომ მათი სურვილია, რომ აშენდეს, ჩვენი სურვილია, რომ ისეთი აშენდეს, რომელიც ქალაქის იასახეს არ დაამახინჯებს და ცენტრალური მოედნის იასახეს. შევახსენოთ, რომ ტერიტორია სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაასხვისა. მიწა შეპესე თუ და კურესტორნები 885.000 ლარად შეისყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით შეპესე 2.800.000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე მაკდონალდსი უნდა აშენდეს.